დღევანდელ გადაცემაში ჩვენ პირველად ვსაუბრობთ რეგიონზე, რომელზე საუბარიც ჩვენი არხის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. ეს გახლავთ შუამდინარეთი და მისი უძველესი ცივილიზაციები. ამ რუბრიკას ვხსნით შუამდინარეთის და მსოფლიოს პირველი ცივილიზაციით უბაიდით. წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც ჯერ არ არსებობდა შუმერის ხალხმრავალი ქალაქები. წარმოიდგინეთ უძველესი პეიზაჟი, სადაც განცალკევებით არსებული პატარა სოფლები თანდათან ქსოვენ ცივილიზაციის პირველ ძაფებს. ეს იყო უჩვეულო და ამავდროულად მომაჯადოებელი საზოგადოება, უბაიდის კულტურა. უბაიდის კულტურამ საფუძველი ჩაუყარა ყველაფერს, რაც შემდგომ განვითარდა შუამდინარეთში, კაცობრიობის აკვანში. უბაიდის კულტურა სათავეს იღებს დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 6500 წლიდან. ამ პერიოდს შეიძლება ეწოდოს კაცობრიობის უხმაურო რევოლუცია, როდესაც მოხდა უბრალო და მშვიდობიან მიწათმოქმედთა თემების თანდათანობითი გარდაქმნა რთულ საზოგადოებებად, რამაც სათავე დაუდო კაცობრიობის პირველ ცივილიზაციას. დღეს თქვენთან ერთად ვიმოგზაურებ 8000 წლის წინანდელ წარსულში და ერთად გავეცნობით უბაიდის ცივილიზაციის გასაოცარ ისტორიას, მათ ხალხს, მათ გამოგონებებს, რწმენებსა და მემკვიდრეობას. ეს არის შუმერებამდე არსებული კაცობრიობის ისტორიის ჯერაც ბოლომდე შეუსწავლელი ფურცელი, ნამდვილი ცივილიზაციის აკვანი. უბაიდის კულტურა პირველად გამოჩნდა მესოპოტამიის სამხრეთში, თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზე და თანდათან გავრცელდა ჩრდილოეთითა და დასავლეთით, ჩრდილო მესოპოტამიაში, ირანის ხუზესტანში, სირიის ნაწილებსა და ანატოლიაში. ამ კულტურის დასახელება მომდინარეობს თანამედროვე ერაყული ქალაქის ტელ-ალ-უბაიდისგან, სადაც პირველად იქნა აღმოჩენილი ამ კულტურის ნაშთები. საინტერესოა, რომ მან შეცვალა უფრო ადრეული და ნაკლებად განვითარებული კულტურები, როგორიცაა სამარის კულტურა ცენტრალურ მესოპოტამიაში და ხალაფის კულტურა ჩრდილოეთში. რაც მთავარია, უბაიდის კულტურა თითქმის ყველა მომდევნო კულტურებისგან და ცივილიზაციებისგან განსხვავებით იყო არა ძალადობრივი, არამედ მშვიდობიანი კულტურა, რომელიც ვრცელდებოდა არა ომების და სამხედრო ექსპანსიის, არამედ კულტურული გავლენისა და პოლიტიკურ-რელიგიური იდეოლოგიის გავრცელების შედეგად. არის კიდევ ერთი ჩვენთვის განსაკუთრებულად საინტერესო გარემოება, რომ უკვე უბაიდის მეორე ფაზაში, რაც გახლავთ დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 4880-4500 წლები, მათი კერამიკა და სტილისტიკა გავრცელდა არა მარტო მესოპოტამიაში, არამედ არაბეთის სანაპიროზე, ბაჰრეინში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიაში და კავკასიაშიც კი. ეს მიუთითებს დიდ სავაჭრო და კულტურულ კავშირებზე, ასევე ელიტების მიგრაციასა და მიბაძვაზე. უბაიდის დასახლებები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა ზომითა და ფუნქციით. უმეტესობა შედგებოდა 1 ან 2 ჰექტრის ფართობის სოფლებისგან, სადაც აშენებული იყო მრავალოთახიანი ალიზით ნაგები სახლები, განკუთვნილი დიდი ოჯახებისთვის. ასეთი სახლების ფართობი მერყეობდა 70-დან 240 კვადრატულ მეტრამდე და ისინი როგორც წესი განლაგებული იყო ცენტრალური ნაგებობის გარშემო, რომელიც სავარაუდოდ რელიგიური ან ადმინისტრაციული დანიშნულების იყო. ყველაზე დიდი დასახლებები აღწევდა 10 ჰექტარს და მოიცავდა ტაძრებს, სასაფლაოებსა და საკულტო ნაგებობებს. თავდაცვითი კედლების არარსებობა მიუთითებს იმაზე, რომ საზოგადოება იყო მშვიდობიანი და დაფუძნებული იყო საერთო რწმენასა და კოლექტიურ კოორდინაციაზე. უბაიდელთა ეკონომიკის საფუძველი იყო სოფლის მეურნეობა. მათ მოჰყავდათ ქერი, ხორბალი და ჭვავი მარტივი სარწყავი სისტემების მეშვეობით. ასევე ჰყავდათ შინაური ცხოველები, ღორები, ზებუ და ადრეული ტიპის კამეჩები. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება ძირითადად თანასწორი იყო, დროთა განმავლობაში შეინიშნება სოციალური სტრატიფიკაციის ნიშნები. ძალაუფლება ეფუძნებოდა არა სიმდიდრეს, როგორც ეს მომდევნო ცივილიზაციებში, არამედ მიწის, წყლის, სამუშაო ძალისა და რელიგიური დაწესებულებების კონტროლს. ელიტა სავარაუდოდ ჩამოყალიბდა ტაძრების ადმინისტრაციით ან სოფლის ხელმძღვანელობისგან.
ხელოსნური წარმოება უმეტესწილად ხდებოდა ოჯახურ დონეზე. შრომის დანაწილება ხდებოდა სქესისა და ასაკის მიხედვით. კაცები და ქალები ერთად ამზადებდნენ ქსოვილებს, თიხის ჭურჭელს, ხნავდნენ მიწას და ამზადებდნენ სამუშაო იარაღს. კერამიკა იყო როგორც მოხატული, ისე უბრალო. ვაჭრობა ძირითადად რეგიონალური ხასიათის იყო. ზოგჯერ გვხვდება ეგზოტიკური მასალები, ანატოლიიდან ჩამოტანილი ობსიდიანი, ირანული სერდოლიკი და სპილენძი აღმოსავლეთიდან. უბაიდის კულტურის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია კერამიკა, კარგად გამომწვარი თიხის ჭურჭელი გეომეტრიული ორნამენტებით, ნაკაწრებითა და ბეჭდვითი დეკორაციებით. ძირითად სამუშაო იარაღს წარმოადგენდა ქვის იარაღი. მიუხედავად იმისა, რომ ქსოვილები და კალათები არ შემორჩენილა, სავარაუდოა, რომ ისინი მზადდებოდა ერწყმისა და მცენარეული ბოჭკოებისგან. ლითონი გამოიყენებოდა იშვიათად და მცირე მასშტაბით, მაგალითად სპილენძის სამაგრები და მძივები მიუთითებს მეტალურგიის საწყის ეტაპს. რელიგიური ცხოვრება ტრიალებდა ტაძრების გარშემო, რომლებიც მრავალი თაობის განმავლობაში განახლებას და რეკონსტრუქციას გადიოდა. ტაძრები ასრულებდნენ როგორც სულიერ, ისე ეკონომიკურ ფუნქციებს. უკვე მაშინ ტაძრები მოიცავდა საკურთხეველსა და საკულტო ნიშებს, ანუ ელემენტებს, რომლებიც ათასწლეულების მანძილზე არის დამახასიათებელი სხვადასხვა რელიგიების საკულტო ნაგებობებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ პანთეონი უცნობია, ტაძრების გამუდმებული არსებობა მეტყველებს რელიგიის ღრმა ფესვებზე. დასრული ადამიანების სამარხებში ხშირად აღმოჩენილია საკვები და სასმელი, რაც მიუთითებს სიკვდილის შემდგომ რწმენაზე და დაკრძალვის რიტუალებზე. პოლიტიკურად უბაიდის საზოგადოება შედგებოდა იდეოლოგიურად დაკავშირებული თემებისგან, სადაც ძალაუფლება ეფუძნებოდა სარწყავი წყლისა და შრომის განაწილებას და არა ძალადობას. შრომა მობილიზდებოდა ნათესაობის, რელიგიური სტრუქტურებისა და ტაძრების საშუალებით. კულტურის გავრცელების რეგიონებში, განსაკუთრებით ჩრდილოეთით, შეინიშნება მშვიდობიანი თანაცხოვრება ხალაფის კულტურასთან, ანუ უფრო ადრეულ კულტურასთან, რომელიც ჩვენ გადაცემის დასაწყისში ვახსენეთ. ადგილობრივი ხალაფური ელიტები, როგორც ჩანს, ძალდაუტანებლად ითვისებდნენ უბაიდურ კულტურას. უბაიდის მეოთხე პერიოდის ბოლოსთვის, ეს არის დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 4000 წელი, ჩნდება სამდონიანი დასახლების სტრუქტურა. სოფლები, საშუალო ზომის ცენტრები და მსხვილი ტაძრული ქალაქები, რაც მიუთითებს ურბანიზაციის და ხელისუფლების ცენტრალიზაციის საწყის ეტაპზე. როგორც უკვე ვახსენეთ, მცირერიცხოვანი სპილენძის ნივთები, მაგალითად ქალაქ მერსინში აღმოჩენილი სამაგრები და ხელის ინსტრუმენტები, რომლებიც თარიღდება ძველი წელთაღრიცხვის 5000-4900 წლებით, წარმოადგენს რეგიონში მეტალურგიის არსებობის ერთ-ერთ ყველაზე ადრეულ მტკიცებულებას. აღსანიშნავია, რომ უბაიდურ კულტურაში ოქრო არ გვხვდება, რაც მეტყველებს ლითონის მოკრძალებულ გამოყენებაზე. ასევე უბაიდურ კულტურაში იკვეთება სამდინარო ტრანსპორტის არსებობის ნიშნები, კერძოდ აღმოჩენილია თიხის ნავების მოდელები, რაც უძველესი არქეოლოგიური მტკიცებულებაა ნაოსნობის შესახებ ახლო აღმოსავლეთში. ჯერ კიდევ მე-7000 წლეულის დასაწყისიდან გავრცელებული ბეჭდები, ანუ შტამპები, უბაიდის პერიოდში უფრო დახვეწილი და გავრცელებული ხდება. მათი ორნამენტები მოიცავს გეომეტრიულ ფორმებს, ცხოველებსა და ადამიანურ ფიგურებს. განსაკუთრებით თვალშისაცემია მითიური არსებების გამოსახულებები. თხის ან ფრინველის თავიანი ადამიანების, რაც შთაგონებად იქცა მოგვიანო მესოპოტამიური მითოლოგიისთვის. მიუხედავად არქეოლოგიური აღმოჩენებისა, უბაიდელთა წარმოშობა კვლავ განხილვის საგანია. არსებობს სამი ძირითადი ჰიპოთეზა. პირველი, ეს არის ლოკალური განვითარების თეორია, რომლის თანახმადაც უბაიდის კულტურა წარმოიშვა ადგილობრივი ნეოლითური თემებიდან, როგორიცაა მაგალითად სამარი და ამ თემის თანდათანობითი პროგრესის შედეგად. მეორე, ეს გახლავთ მიგრაციის თეორია, რომლის თანახმადაც უბაიდური კულტურა გაჩნდა მეზობელი რეგიონებიდან სავარაუდო მიგრაციის ან კულტურული იმპულსის გავრცელების გზით. აქ საუბარია ირანის პლატოდან ან კიდევ უფრო შორეული რეგიონებიდან შესაძლო მიგრაციაზე.
და ბოლოს ინტერაქციონისტული თეორია, რომლის თანახმადაც უბაიდური კულტურა ეს იყო ვაჭრობის კულტურათა გაცვლისა და ეთნიკური შერევის შედეგი ახლო აღმოსავლეთის მრავალ თემს შორის. უახლესმა გენეტიკურმა კვლევებმა აჩვენა კომპლექსური დემოგრაფიული სურათი, ადგილობრივი უწყვეტობისა და გარე გავლენების შერწყმა. ამგვარად, უბაიდის კულტურა წარმოადგენს ლოკალური და გარე ფაქტორების სინთეზს, დინამიკური განვითარების ნიმუშს. ამ ბრწყინვალე კულტურის პერიოდი დასრულდა დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 3800 წელს, რის შემდეგაც დაიწყო ურუქის ეპოქა, ანუ ქალაქებისა და ტექნოლოგიური აჩქარების ხანა. უბაიდის კულტურის არსებობის ბოლო საუკუნეებში გაძლიერდა ურბანიზაცია, გამოიკვეთნენ სოციალური ფენები და გართულდა დასახლებათა იერარქია. აგრეთვე გაჩნდა ცენტრალიზებული მმართველობა, ჩამოყალიბდნენ ელიტები და რაც მთავარია, გაჩნდა პროტოდამწერლობა, ბეჭდებისა და ნიშნების სახით. უბაიდელთა ისტორია გვასწავლის, რომ ცივილიზაცია მყისიერად არ იბადება, არამედ ის წარმოიშობა თაობების მიერ დაგროვილი ინოვაციებით, ადაპტაციითა და ევოლუციით. ამავე დროს უბაიდელებმა გვაჩვენეს და დაგვიმტკიცეს, რომ საკუთარი კულტურისა და ცივილიზაციის გავრცელებისთვის სრულებითაც არ არის საჭირო სისხლისღვრელი ომების წარმოება და რომ ამის გაკეთება მშვიდობიანი და კეთილშობილური მეთოდებითაც შეიძლება. სამწუხაროდ კაცობრიობამ ეს ელემენტარული ჭეშმარიტება დღემდე ვერ გაითავისა. შეუცვლელია უბაიდელთა წვლილი სოფლის მეურნეობის, არქიტექტურისა და რელიგიის განვითარებაში. მათი არსებობის გარეშე დიდი ალბათობით შუმერული ცივილიზაცია ვერ აღმოცენდებოდა. უბაიდელთა კვალდაკვალ ჩვენ ვუყურებთ კაცობრიობის განთიადს, ეპოქას, როდესაც ადამიანი პირველად იწყებს სამყაროს გარდაქმნას. უბაიდელთა მემკვიდრეობა ეს არის მსოფლიო ცივილიზაციის ფუნდამენტი. ყოველ ჯერზე, როდესაც შუამდინარეთზე ჩამოვარდება ლაპარაკი, არ დაგავიწყდეთ, რომ მეფეებზე და იმპერიებზე ადრე იყვნენ უბაიდები, კაცობრიობის პირველი ცივილიზაციის უხილავი არქიტექტორები. გმადლობთ, რომ ეს შორეული მოგზაურობა ჩვენთან ერთად გაიარეთ. თუ მოგეწონათ ჩვენი ნაამბობი, მოიწონეთ, გამოიწერეთ არხი და გაუზიარეთ მეგობრებს. შევხვდებით მომავალ გადაცემაში.